თბილისის აეროპორტიდან რომ მიფრინავდი, ერთი რამე შემამჩნია, რომ ჩინეთის რეისზე და ისრაელის რეისზე თბილისიდან ძალიან ბევრ ახალგაზრდა ბიჭს ხელში ყავდა შვილი. თავიდან გამიკვირდა. მე უბრალოდ შეკითხვა დავსვი, რომ მეთქი რა ხდება. ჩინელებზე ვიფიქრო, მეთქი სოციალიზმის ხوانერეთ ასწავლის მოვლას ბავშვების. თუმცა მე მივხვდი, რომ ისრაელის რეისიც იყო და ძალიან ბევრ ისრაელელს გაჰყავდა შვილი ბავშვები. თურმე საქართველოს ჩამოდიან სუროგაციის მიზნით. და საქართველო არის ერთ-ერთი ჰაბი სუროგაციისა რეგიონში, საიდანაც ჩვენი ქალები არიან, ასე ვთქვათ, ფეჩები, სადაც სხვებიან მათი ბავშვები. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ჩვენი ქალები არიან იძულებული ოჯახების გადასარჩენად, საკუთარი თავის გადასარჩენად გახდნენ სუროგატები. ეს არის ჩემი აზრით ადამიანის სხეულის უდიდესი ექსპლუატაცია გამომდინარე სოციოეკონომიკური პირობებიდან და ამგვარი ეკონომიკით ჩვენ ვერ გავძლიერდებით, ქვეყანას ვერ ავაშენებთ და რასაც აქამდე ვამბობდი, ზუსტად იგივე არის. ჩვენ ვართ უბრალოდ იმპერიების საჯიჯგნი. ჩვენი თავი ესე შევქმნით ტურიზმით, ბორდელებით, სასტუმროებით, სხვებზე მიწის მიყიდვით, მარტივად, რომ თქვათ ასე. ქვეყანას ვერ ავაშენებთ რა. ჩვენ თუ არ გვექნება წარმოების განვითარებაზე ფიქრი, ჩვენ თუ არ გვექნება სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურულ ან საწარმო სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურულ გეგმაზე მუშაობის საშუალება. ვიქნებით მუდმივად სუროგაციის ცენტრი, სამორინე თამაშების ცენტრი, რათა მოუხიბლოთ ჩვენი მეზობლები და აქ მოვიდნენ. და რეალურად რაც ვართ რა, ჩვენ დღევანდელ დღეს ვართ რევოლუციამდელი კუბა, რომელიც იყო ამერიკელების, ასე ვთქვათ, გასართობი ადგილი, სადაც ადგილობრივები იყვნენ ექსპლუატირებულები და მუშაობდნენ მიზერულ ხელფასებზე. საშინელებაა ეს ჩემთვის და ძალიან დიდი ცივილიზაციური დაცემა არის SSRK-ს შემდეგ, როდესაც ჩვენი ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ქალები იძულებული გახდნენ საბერძნეთში, ათენში წასულიყვნენ და დამლაგებლებად ემუშავათ მატარებლის სადგურზე. ამაზე თვითონ ბერძენმა ევროპარლამენტარმა, კარგმა ევროპარლამენტარმა მესაუბრა, რა დღეში იყვნენ ჩვენი ქალები საბერძნეთში 2000-იან წლებში. დღეს კიდე ახალგაზრდა გოგოები, ჩემი თაობის და უფრო ახალგაზრდები კი, სუროგაციით ირჩენენ თავს. და ეს ქვეყნები, ხშირ შემთხვევაში სექსუალური უმცირესობები, ასე ვთქვათ, ჩვენელ მოწყვლად ქვეყნებს იყენებენ იმისთვის, რომ თავიანთი, ასე ვთქვათ, პირადი ინტერესები დაეკმაყოფილონ და საქართველოს სუროგაციის ბიზნესით მილიარდები იშოვეს ზოგიერთებმა რა.